მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტკივილი, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მოგონება აფხაზეთთან, საქართველოს ამ უძველეს და უშესანიშნავეს კუთხესთან და მე შემიძლია გავხსენო ზოგიერთი რამ. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი 1977 წელს ოქტომბერში, როდესაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშემეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია და ამ კონფერენციის მონაწილენი ვიყავით საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლის წარჩინებული, გამარჯვებული ერთ ეტაპზე, ამ სამეცნიერო კონფერენციებში, ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტები. ეს კონფერენცია გაიხსნა ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთი დეტალი, მაშინ როდესაც კონფერენცია გახსნა, პრორექტორმა ახალაია იყო ასეთი პიროვნება და რუსულად დაიწყო მან მისალმება, მაგრამ პროფესორმა ზურაბ ანჩაბაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა შეაწყვეტინა მას ეს მისალმება და ქართულად მოგვესალმა ყველას. ეს რაღაც მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის. აქედან იყვნენ აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი და სხვები და შემდეგ დაიწყო სექციური მუშაობა და ერთი მომენტი აშკარად ჩანდა სოხუმის ქუჩებში, როცა გავედით. დაძაბულობა უკვე იყო, გაუცხოების რაღაც ელემენტები ჩანდა და იქაური ქართველობა, სოხუმის ქართველობა ჩურჩულით გველაპარაკებოდა იმ გაუსაძლის პრობლემებზე, რაც სამწუხაროდ უკვე იქ იყო შექმნილი. და ეს თანდათან იმატებდა ეს გაუცხოების და ხელოვნური გაუცხოების ტენდენცია. მაგრამ სოხუმი მაინც ქართული ქალაქი იყო, ისევე როგორც აფხაზეთის სხვა ლამაზი ქალაქები. მე აღარაფერს ვიტყვი აფხაზეთის კურორტებზე, ამ ლამაზ ქალაქებზე, ასეთი ზღვა, ასეთი კურორტები, ასეთი განუმეორებელი ბუნება საქართველოს სხვა კუთხებს. ყველას აქვს თავისი სილამაზე, მაგრამ ამას მაინც სხვა სილამაზე ჰქონდა და აქვს და ჩვენ გრძნობდით ამ განსაკუთრებულობას აფხაზეთისას და გვინდოდა რომ იქ ამ მომენტით გვესარგებლად და ყველგან გავსულიყავით. და ვახერხებთ კიდე სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ რომ საკათედრო ტაძარში მივსულიყავით. იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი გახლდათ ახლანდელი პატრიარქი ილია მეორე, მაშინ მიტროპოლიტი ილია, მაგრამ სამწუხაროდ ის იმ დროს არ დაგხვდა იქ საზღვარგარეთ ოფიციალურ დელეგაციაში ხელმძღვანელობდა და იქ ბრძანდებოდა და ჩვენ მოვილოცეთ მაინც ეს საკათედრო ტაძარი და წამოვედით გულდაწყვეტილნი. ახალი ათონი პირველად როდესაც ეს შესანიშნავი მღვიმე იქნა აღმოჩენილი, ყველა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან სწორედ ახალ ათონში ექსკურსიებზე მიდიოდნენ და ჩემს წარუსრელი შტაბ-ეიტელება მოახდინა ახალმა ათონმა, არა მარტო იმ მღვიმემ, არამედ იქ არსებულმა მონასტერმა, რომელიც იმთავითვე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. ну რომელი ბიჭვინთა ის რიწის ტბა, სადაც გამორჩეული ადგილია, რომელი ერთი შეიძლება ეს ისეთი რამ არის, ახლა ოქროს რამდენიმე ზოდი რომ გაქვს და რომელია უფრო ღირებული. ყველა ერთნაირი ღირებულებისა იქნება, წონაზე თუ დადგება საკითხი შეიძლება ასე იყოს და აფხაზეთის ნებისმიერი ქალაქი, სოფელი, კუთხე აი ამ ოქროსავით არის გამორჩეული და ღირებული სრულიად საქართველოსათვის. ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც აფხაზეთის ქართველობამ გადაიტანა, აფხაზეთის ქართველობა სულიერად არ დაცემულა და მათ კვებავთ ის ოპტიმიზმი, რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაბრუნდებიან თავის მშობლიურ კუთხეში. როგორც ადამიანი არ შეიძლება სხეულის ნაწილი ცალკე გაიტანო, ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი ცალკე იყოს და ეს ადამიანი ვერ იცხოვრებს, ისე საქართველო ვერ იცხოვრებს ამ კუთხის გარეშე. დაინგრა ბერლინის კედელი, დაინგრა ხელოვნური გაუცხოების სხვა კედლები, რომელიც ევროპაში იყო და 21 საუკუნის საქართველოს და მსოფლიოს ალბათ დღეს თუ ხვალ მიუბრუნდება იმ საკითხს და ჩვენ ისევ დავრუნდებით აფხაზეთში, დავრუნდებით არა
შურისძიებითა და არა მტრული განზრახვით, არამედ ისე, როგორც ეკადრება ქართველ კაცს საუკუნეთა მანძილზე, როგორც შეინახა ქართველმა კაცმა საუკუნეთა მანძილზე აფხაზი ძმა და აფხაზური კულტურა და აფხაზური ეთნოსი გადარჩა სწორედ საქართველოსთან, აი ესე მჭიდრო კავშირით, აი ესე დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება.